ეს არის ჩემი სადილი, გუშინ გავაკეთე. ესე იგი, აქ არის შვრიის ფანტელები, მაწონში, ბანანი, მიწისთხილის კარაქი და შავი შოკოლადი, ცოტა ოღონდ, ბევრი არა. და უგემრიელესი სადილი გამოდის. ისინი უკვე თამაშობენ მანქანით, ვაიმე. არა, როდის მე ღირსება დილით ხოლმე რომ ავდგები და ჩემთვის წყნარად მივირთმევ სადილს. ნახეთ, კარგად. ჯერჯერობით არა. და იცდის ჩემი სადილი, ამას მივხედავ. დღეს რაღაცნაირად დახვეული თმა მაქვს ვითომ გუშინ რომ ვიბანავე ნაცნობები გავიკეთე თავზე და არ არის ცუდი ჯობია იმას რომ დავიწვა თმა და უთოთი დავიხვიო ან რამე შობას და ახალ წელს ეყოფა თმას როცა უთოთი კარგად ან გავისწორებ ან დავიხვევ ამიტომ ცოტა ხანი დაისვენოს ახლა ჩვენმა თმებმა ასე დღეს არის ოთხშაბათი, მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე, გინდაც დილიდან არავინ არ დამაცადა ჩემი საუზმის მირთმევა ნორმალურად. მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ. მინდა რომ მაღაზიებში წავიდეთ, მე და დენისი, რადგან ლუიზაცე მიმყავს დიდასთან, დღეს არის ოთხშაბათი, ოთხშაბათობით სკოლა არ არის ჩვენთან და მარტო დიდა ყავს, ანუ ლუიზ დიდასთან არის 4 საათამდე. დენისი ჩვენთან არის, ახლა დავიდი სამსახურშია და როგორც კი მოვა სამსახურიდან მე წავალ სამსახურში, რადგან დღეს ოთხშაბათობით მუშაობ მარტო 3 საათი, ნახევარ განაკვეთზე მეორე დღის. ნუ მიხვდით ესე 2-დან ვიწყებ და 5-6-ზე ვამთავრებ. ასე მაღაზიებში მინდა წასვლა, რაღაცეების ყიდვა, ლუიზ მინდა რომ რაღაცები ავუყო ტანსაცმელი, დენისაც ალბათ ერთ შარვალს და რამე სვიტრს გამოვუყოლებ თუ ვიპოვ. და არ მოვწოს ესეთი. კამერაში რაც ცუდად აჩანს. არა და სარკეში ლამაზად ვარ. გააქვთ ხო ალბათ თქვენც ეგეთი მომენტები, რომ სარკეში ულამაზესი ხარ და სურათ რო გიღებენ რას გავხარ. აი ახლა მაქვს ეგეთი მომენტი. ეს რა არის? ეს რა ჩიჩილაკს უგავარ. სახალხო ჩიჩილაკი ვარ. ხოდა, რას ვამბობდი, ჩიჩილაკი. ხოდა ასე მეგობრებო, მინდა რომ ტანსაცმელი ბავშვებს უყიდო. ალბათ არასდროს არ გადამეღია ვიდეო ესე დაწოლილი. ეხლა მე ვგავარ იმ ადამიანს, რომელიც მაღაზიაში წავიდა? არა, არსადაც არ წავსულ ვარ. ლუიზი რო წავიყვანი დიდასთან, მივხვდი რომ ძალიან დაღლილი ვარ. მართლა დაღლილი ვარ და მეთქი გააქვს 1-2 საათი დრო რო წახვიდე და დაისვენო. წადი გოგო დაისვენე. მაღაზიაში სხვა დროს მოასწრებ წასვლას. ამიტომ რომ მოვედი სახლში, აი დავწექი ვეღარ ვდგები. მართლა დავიღალე ეს კვირა მღლის ძალიან ეს სამსახურიდან რომ მოვდივარ ბავშვები, დილით რომ ვდგები ბავშვები, სადილის სამსახური ძალიან გადავიქანცე. ერთ სული მაქვს რომ მოვიდეს ჩემი ეს ერთკვირიანი დასვენება. ამიტომ არსადაც არ წავედი დავისვენე. ძალიანაც კარგი, თორე მართლა არ მქონდა არანაირი ძალა რომ ეხლა წავსულიყავი მაღაზიებში. ახლა უნდა ავდგე, უკვე 1 საათია ვწევარ. ვაიმე, რასასია მომყოფილა თურმე უბრალოდ ესე დასვენება. უნდა ავდგე, სადილი გავამზადო, დენისშია, მეც რამე გემრიელს გავიკეთებ ჩემთვის და მე შეგეხმიანებით. მე და დენის ძალიან მოგშვირდა, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ აი ეს არის roulet de printemps, რო გადავთარგმნოთ ნიშნავს გაზაფხულის რულეტი, ეს არის ბრინჯის აი ასეთი გამხმარი ფურცლები, რომლებსაც ვასველებ
შემდეგ ვათავსებ სუფთა ნაჭერზე, რომ ნაჭერმა აიწოვოს ზედმეტი წყალი. აი ასეთი დასველდა და ესეთია. რო ვასველებთ, უცნაური უნდა დაველოდოთ, რომ კარგად დასველდეს. აი ესე გავასწორე. შემდეგ აქ მე ვამატებ, რაც სახში მაქვს. სალათა, პამიდორი. შემდეგ კიტრი. კიტრს ესე რომ თხელი ფოთლები და თხელი ფურცლები გქონდეს. აი ასე. სახში რაც გვაქვს. თევზი, კრევეტები, მე მაქვს სახში აქ ჩვეულებრივი ხორცი მოხარშული, ამიტომ ჩვეულებრივ შემიძლია ეს მოხარშული ხორცი დავუმატო. აი ასე. აი ჩვეულებრივი მოხარშული ხორცია. აი ასე. თუ გინდათ ხახვიც, ძალიან უხდება ხახვი. აი ასე და მარილი. ოდნავ მარილი, რადგან მე თქვენი სასურველი соусით შეგიძლიათ რომ მიირთვათ. შემდეგ აი ესე ვიღებთ ჩვენ ბრინჯის ფურცელს, რომ არ გავხიოთ. ნახეთ აქ მიეკრო. და ვახვალ როგორც ხორციან ბლინჩიკებს. აი ასე. აი ესე. და გამოდის ესეთი ლამაზი რულეტები, უგემრიელესი და ჯანსაღი. ჩვენც მივირთვით უკვე, მივალაგე აქაურობა, გავწმინდე, გავაკრიალე. გავუცქონი დენის კივი უყარს, სანთლები დავანთე, კარგი სუნი რო იყოს ეს ჩემი ლამაზი ყვავილები. და ესე მივალაგე აქაურობა, ძალიან მიყვარს როცა სამზარეულო სუფთა და მე მგონი ამას მარტო 4 შაბათობით ვასწრე, ფანჯები დავაღე, ცოტათი ვანიავებ, ლუიზ არ არის და კარგი რომ ფანჯების გაღება შემიძლია. მეც ცოტათი მოვიწესრიგე თავი, ველოდები რომ დავიდი მოვიდეს და მე მივდივარ სამსახურში და ვფიქრობ რომ იქნებ რამენაირად მაღაზიაში იქიდან წავიდე. ეს რა ხმა იყო? ჰადენით. C'est mon dessert ça? Oui. რა ხმა იყო? Интересно. აი ესე ძალიან არცივა და ფანჯები იყოს კარგახანი ღია რომ განიავდეს აქაურობა და სასიამოვნო კარგი ნიავია. კაი სუნდნელია სახში. სასიამოვნო.